ზოგადად ჩვენი ფესტივალის კონცეფციაც ლანდლამდე იცვლება. ჩვენი ქართული მეღვინეობის სხვადასხვა ასპექტს უსვამთ ხაზს ყოველ წელს. წელს როგორც ახსენეთ, ჩვენი ასე ვთქვათ კონცეფცია არის ქართული მრავალხმიანობა, ქართული ღვინის მრავალხმიანობა, რაც პირდაპირ ხაზს უსვამს ჩვენი რეგიონების, ჯიშების, ღვინის სტილის და მარნების მრავალფეროვნებას, რომელიც საერთო ჯამში ქმნიან იმ ჰარმონიას, რომელიც ასე ნათლად შეგვიძლია შევიგრძნოთ ქართულ პოლიფონიაში და მრავალხმიან სიმღერებში. ასევე ისიც ხაზგასასმელია, რომ როგორც ქართული მეღვინეობა და ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი, ასევე ქართული პოლიფონიაც ორივე შესულია იუნესკოს არამატერიალურ ძეგლთა ნუსხაში, რაც ასევე საინტერესო, ასე ვთქვათ, დამტკიცება. თავით ხედავთ და მიხვდით იმისა, რომ ასეთი პატარაა ჩვენი საქართველო, მაინც როგორი მრავალფეროვანია, ხო, გემოვნური თვისებებით, დასავლეთის და აღმოსავლეთის თუნდაც და ასევე სხვადასხვა ლოკაციის იქნება სამხრეთის და ჩრდილოეთის ღვინის გემოვნური თვისებები. რაც შეეხება ფესტივალს, ვისაუბროთ უკვე ფესტივალზე, მართალია 9 წელია თქვენი ფესტივალი უკვე აქტიურად ტარდება, თუმცა ის, ვინც არ ყოფილა ფესტივალზე, ისინი რას ნახავენ და რატომ უნდა მოვიდნენ? პირველ რიგში ჩვენ ხვალ თავაზობთ ძალიან მეგობრულ და თბილ გარემოს, რომელსაც უშუალოდ ქმნიან მონაწილეები და ჩვენი სტუმრები, ხოლო ასე ვიტყოდი ორგანიზატორების მოვალეობა ეს ორი ელემენტი ერთმანეთთან ისე კარგად დააკავშიროს, რომ ეს დღე გამოვიდეს ღვინის დღესასწაული. ამიტომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მრავალი შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, რომელთაც მთელი დღე ისემონებენ ჩვენი სტუმრები. თელაველებსაც ხო შეუძლიათ მოსვლა ეს? მე პირადად თელაველი. ანუ თელავის და გურჯაანის ერთობლივი სიყვარულის დღე იქნება. ვამეგობრებთ ამას. ძალიან კარგი. თელავის, გურჯაანის, მთელი სრულიად საქართველოს, რა თქმა უნდა, ყველა შეგვიძლია რომ ასე დროს ვეწვიოთ მსგავს ლოკაციებს. ღვინის გარდა კერძებიც იქნება ადგილზე კახური ტრადიციული სამზარეულო. როგორც მოგეცემათ, ქართული ღვინო პირველად ჩემთვის გასტრონომიული ღვინო არის, სადაც არის ქართული ღვინო, იქ აუცილებლად უნდა იყოს კერძები და თუ ქართული კერძები იქნება, მით უკეთესი. ასე რომ ზოგადად ჩვენ ფესტივალზე წელს 550-მდე მონაწილე გვყავს, აქედან დაახლოებით 150-160 არის მეღვინეობა, ხოლო დანარჩენი უკვე იქნება ეს რესტორნები, გასტრონომიული წერტილების წარმომადგენლები, ხელნაკეთი ნივთები და ასე შემდეგ. ასე რომ ეს მხოლოდ არა მარტო ღვინის ფესტივალი, არამედ ზოგადად ქართული კულტურის როგორც ასეთის. ძალიან კარგი. ბატონო, ძალიან საინტერესოა. ქალბატონსაც მიმართოთ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. იცით რა მაინტერესებს? ჩვენ ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით რა არის ქართული ღვინო, მაგრამ ჩვენთვის საინტერესოა უცხოელი მომხმარებელი როგორ ხედავს ამ ყველაფერს. ამერიკელი მომხმარებლის ენაზე როგორ გადათარგმნით სიტყვებს ქართული ღვინო, აი ემოციურად ეს რა არის? Emotionally, well, I think Emotionally, Georgian wine it conjures up images of something exotic, something different. სურათებს რაღაც ეგზოტიკურის, განსხვავებულის, ამერიკაში ძალზე შეჩოულები ვართ, კაბერნე სავინიოს, შარდენეს, რომელიც არის ყველაზე პოპულარული ჯიშები, რომელიც ხელმისაწვდომია ამერიკაში და შესაძლებლობა რომ კონდეს რაღაცა განსხვავებული, ეგზოტიკური და ამ დროს imave and from the homeland of where ხარისხის wine culture and ღვინის სამშობლოდან that makes all of the great wines of the world. საიდანაც წყინვალე ღვინოები იბადება. ეს არის ძალიან ამაღელვებელი შანსი რომ საქართველოს შევიდეს ამერიკის ბაზარზე. ღვინის დაყენების ჩვენს უნიკალურ მეთოდს ქვეშე დაყენებას გულისხმობ. ეს რამდენად მიმზიდველია თქვენთვის და მოგეწონათ თუ არა ეს ჩვენი ტრადიცია? I love the quavery styles of wines. To be able to see and taste the ancient traditions of making wine and quavery is again a very exciting opportunity. ღვინის დაყენების კიდევ და კიდევ ეს არის ძალიან ამაღელვებელი შესაძლებლობა ამერიკაში. ეს ნამდვილად არ გაგვაჩნია, იმიტომ რომ ჩვენ საერთაშორისო გზაზე ვდგევართ ღვინის დაყენების
განსაკუთრებით ვარდისფერი ღვინოებისთვის ძალიან განსხვავებული სტილი აქვს ქვევრის თეთრი ღვინოებისთვის და ძალიან ესე ვთქვათ მეგობრულია სამზარეულოსთან, ქართულ კერძებთან და აი ეს არის ალბათ მიბზიდველი ამერიკული ბაზრისთვის. თქვენთან ძალიან მაინტერესებს დააგემოვნეთ ალბათ ბევრი სახეობის ქართული ღვინო. რომელია თქვენთვის გამორჩეული და რატომ? რომელ ქართულ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას? რახანთან ვისაუბრეთ ქართულ კერძებთან ღვინის მეგობრობაზე? It's a good question. Most exciting, I think, you've got 500 great varieties that are here and available. But your two most popular great varieties Saperavi being the red and ერთი თეთრია მეორე წითელი და ორივე ღვინოს გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი საფერავი ძალზე ესეთი ძლიერი დაძველებისთვის ძალიან კარგი ყარია ესეთი რაღაცით მაგონებს კაბერნე სავინიონს რომელსაც ამერიკაში მიმართოთ კაცეთელი უფრო ნეიტრალურია უფრო რბილია ქვევრში შეიძლება მოხდეს მისი დაყენება და ნამდვილად ასევე ძალიან მეგობრულია ქართულ სამზარეულოსთან თუ კლასიკური გზით მზადდება ორივე ეს ქართული ნაირსახეობა ცხინვალე შესაძლებლობებს ქმნის ქართულ ბაზარზე ევროპაში და ამერიკაში გამოვყავით კერძებზეც მინდა რომ ორივე სიტყვით კითხოთ გამორჩეული ქართული კერძები მით უმეტეს კახეთი განთქმულია თავისი საოცარი სამზარეულოთი Yes, I think the Georgian cuisine that I taste honestly, I can't get enough of it. ვიგემე, აი, ვერ დავაკმაყოფილდი, იმიტომ რომ აი, უფრო და უფრო მეტი მინდოდა. აქ ძალიან ფართეს მოცულობა, დიაპაზონია სამზარეულოს კერძებისა და ღვინოსთან ერთად ეს ქმნის საშუალებას დაგემოვნებულ იქნას ხორცი ოსნეული რომელიც ძალიან ახალია და იგივე შეიძლება ვთქვათ ღვინის დაყენებაზე რაც არის შეიძლება be of interest throughout the world. იქნას ისეთი ღვინოების გაკეთება, რომელიც საინტერესო იქნება მსოფლიოში. Shota, how do you see? განსხვავებული წლევანდელი ფესტივალი. ჩვენ წლიდან წლამდე ვიზდებით წელს როგორც მოგახსენეთ 550 მონაწილე გვეყოლება შარშან ერთი დღის ჭრილში მხოლოდ 30000 სიმნახველი ყავდა. ასევე ხაზი ესმება უფრო მეტად ბიზნესის მხარეს, ვიწვევთ იმპორტიორებს, საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებს, გვექნება დამატებითი სივრცე, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ ბიზნეს მოლაპარაკებების ჩატარება ამ სტუმრებთან. მომავალი წლისთვის და შემდგომ ეტაპებისთვის, რასაც ვისურვებდი, არის რომ ფესტივალი შეიძლება გადანაწილდეს 2 დღეზე. საკმაოდ სტრატეგიული არჩევანი იყო ჩვენთვის, რომ ფესტივალის თარიღი შევარჩიეთ შაბათ დღეს, რათა მნახველებმა შეძლონ რეგიონში დარჩენა და ამითაც რეგიონის ტურიზმს დავეხმაროთ და შესაბამისად თუ ფესტივალი განსაკუთრებულად ლამაზია კახეთის შემოდგომა. დიახ, და თუ ფესტივალი შემდგომში ვთქვათ 2 დღეც გაგრძელდება, ვფიქრობ ეს დატვირთულობა გაიზრდება, ასე რომ. იცით რა მაინტერესებს თქვენს მიზნებზე ისაუბრეთ უკვე იმასაც რომ ძალიან ბევრი მნახველი ჩამოდის. რა გინდათ რომ თითოეულ მონაწილეს დარჩეს აი ამ ფესტივალის დასრულების შემდეგ? რა უნდა იყოს ისეთი, რაც მას შემდეგ წელს იგივე ადგილას დააბრუნებს? ჩვენი სურვილია რომ პირველ რიგში გურჯაანი ასოცირდებოდეს ხარისხიან, მაღალი ხარისხის ღვინოსთან და წარმოვაჩინოთ მისი მრავალფეროვნება, ღვინოთა ნაირსახეობა და ჩვენ გვსურს რომ ფესტივალზე ყველა მიპოვოს მისთვის საინტერესო და მისთვის საყვარელი, იქნება ეს ღვინო თუ სხვა
აი ექსპერიმენტული ღვინოები თუ არის მაგალითად ვიცით რომ მაგალითად ბოლნისში არის იგივე ხო ღვინის დაწურის ძალიან დიდი ტრადიცია და გერმანულ და ქართულ ჯიშებს ურევენ და ასეთი ღვინოებიც არის ხო ამ შემთხვევაში აი კახეთშიც თუ არის რაიმე ვთქვათ ისეთი ჯიშის ბაზი თუ გააშენეს რომელსაც ქართულთან ურევენ და რაღაცა სიახლე არის გემოების თვალსაზრისით. თუ უფრო ტრადიციულს ვთავაზობთ. ვიტყოდი რომ უფრო ტრადიციულს ვთავაზობთ და უფრო ადგილობრივს, ალბათ ზუსტად ადგილობრივი რაც აინტერესებს ასევე ტურისტებს და რაც ასე ძალიან გვიყვარს ჩვენს. არის გარკვეული ჯიშები რაც წარმოდგენილია კახეთში ასევე როგორც არის კაბერნე სოვინიონი თუ შარდონე, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობებში. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება და სიმდიდრე საქართველოში მოგვეპოვება 525 ქართული ადგილობრივი ჯიში. რომელიც უმეტესი ნაწილი შეუსწავლელიც არის სამწუხაროდ, თუმცა აი ზუსტად ამ ფესტივალის ფარგლებშიც ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ღონისძიება, სადაც ჯიღაურა საკოლექციო ვენახებიდან გვექნება ის იშვიათი ჯიშები, რაც ბაზარზე არ არის წარმოდგენილი და როგორც მნახველებს, ასევე მონაწილეებსაც ექნებათ საშუალება დააგემოვნონ და ნახონ თუ არის პოტენციალი მისი ასე ვთქვათ კომერციული დატვირთვა რომ მივცეთ ამ ჯიშებსაც. ანუ ახალი შესაძლებლობების ძიებისთვისაც საინტერესო იქნება გურჯაანის ფესტივალი. ფაქტი ერთია რომ ფესტივალი საერთაშორისო ასპარეზზე იმას რომ საქართველოს ღვინის სამშობლო ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღრმავებს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ. მადლობა. დაგემშვიდობებით.